მშვიდობისად თქვენ უყურებთ საინფორმაციო გამოშვება კურსორს ახალ ამბებს სოფა კორტავა გაგაცნობთ. ფოთისა და ხობის ეპარქიამ საკათედრო ტაძრის დღესასწაული აღნიშნა. მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კურთხევიდან 2 წელი გავიდა. ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 2 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. მისი დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის ტაძრის არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე და ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მადლიერების სიგელით დააჯილდოვა. ეს არის ამავდროულად ეს არ უნდა დაგვაწოდეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის განსაზღვრის დღეც და ჩვენაც მათთვისაც ვულოცავთ რომლებიც თავისი რწმენის გამო ეწამებიან ერთმა გააძლიეროს ისინი და ღმერთმა მოგცეს ძალა ის რომ ჩვენ სამაგალითო მივიღოთ ჩვენ სარწმუნოებაში რომ გამტკიცოთ უფრო უკეთესად და ჩვენს წინაშე არსებული სიძნელეები დავძლიეროთ რომელსაც რწმენისა და განათლების გარეშე ერთმა დაგვიწა გილოცავთ დღევანდელ დღეს ქრისტიანობა ქალაქისთვის უდიდესი საქმე გაკეთდა თავის დროზე და დღესაც უკვე ტაძარს შეუსრულდა 2 წელი რაც მოღვაწეობს, რაც დაიწყო ტაძარმა მოღვაწეობა. ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ეს არის ჯერ ტაძარი აღდგა, ტაძრის შიგნით მოსახატია, ფრესკებია გასაკეთებელი, აგრეთვე ტაძრის ირგვლივ გასაკეთებელია, ასაშენებელია გალავანი და მრავალი ფუნქციური დანიშნულების ობიექტები. დღის მეორე ნახევარში კი ფოთისა და ხობის ეპარქიისა და ადგილობრივი კულტურის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება მოეწყო. მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ. საათნახევრი ამ პროგრამას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გილოცავთ ყველას აი ამ დიდ დღესასწაულს, აღდგომის სწორ დღესასწაულს, ქრისტიანობა. ისეთი დღესასწაულია, ისეთი სიხარულია და ისეთი სიხარულით მოგუპატიჟა მეუფე გრიგოლმა და თელმა ფოთელებმა არ ქონდა უფლება რომ არ ჩამოსულიყო. ჩვენ ვართ ცოტა შორი ეპარქიიდან, მაგრამ დიდი სიხარულით ჩამოვედით. დიდი სიხარული ნახეთ და სიხარული მივაქვს აქედანაც. ფოთის საკათედრო ტაძარი 1906 წელს აშენდა. 30-იან წლებში კი ფოთის კომუნისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქ თეატრი განთავსდა. შენობა ისტორიულ სამართალმემკვიდრეს საქართველოს საპატრიარქოს 2005 წელს დაუბრუნდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო იქ აღდგენითი სამუშაოები. 2013 წლის 12 მაისს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე კი ტაძარი საზეიმო ვითარებაში ეკურთხა. მაშინ მსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ფოთშიც. ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მდუმარე აქცია გაიმართა. შეწყდეს ქრისტიანების გენოციდი სირიასა და ერაყში. ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია ფოთშიც გაიმართა. საზოგადოების წევრები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან საკათედრო ტაძრის წინ შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია მოაწყვეს. ჩვენი მიზანია ვთხოვოთ ხელისუფლებას შემოიყვანოს ოჯახები რაღაც ნაწილი მაინც რომლის საშუალება არსებობს დღეს რეალურად ქვეყანაში და გადავაჩინოთ რაღაცა რაოდენობა სიცოცხლე მაინც და ასევე გამოვთქვათ მზაობას თითო ბავშვი მაინც დაახლოებით 500-მდე ოჯახია უკვე რომელიც გამოვთქვათ მზაობას შევიფაროთ თითო ბავშვი ჩვენ ოჯახებში. უერთდებით მდუმარე სოლიდარობის აქციას და ეს ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ქართველებისთვის უფრო გამოფხიზლების იქნება იქიდან გამომდინარე რომ ის რაც ახლა ასურეთში ხდება დასაგმობია რა თქმა უნდა მაგრამ საქართველოს ღვთაწილად რომ ეს მოხდა საქართველოში ძალიან დიდი ხნის წინ რაც ახლა ასურეთში ხდება და ორმაგად მტკივნეულია პირველადად ჩემთვის როგორც ქართველისთვის იმიტომ რომ ჩვენი ისტორია არის ცემლით და სისხლით დაწერილი. მშვიდობიანი აქციის შემდეგ მათ ფოთის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა. ასურელი ქრისტიანების მხარდასაჭერი აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ტერორისტული დაჯგუფება ISIS სირიასა და ერაყში ქრისტიანების დევნას რამდენიმე წელია ახორციელებს. ბოლო დღეებია სოციალური ქსელისა და ინტერნეტ გამოცემების მეშვეობით ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აქტიურად ვრცელდება.
გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში. ფოთის კოლხეთმა მორიგი შეხვედრა ფრედ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 24 ტურის მატჩში ფოთის კოლხეთი ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში 34 წუთზე ფოთის კოლხეთის ფეხბურთელმა თამაზ ჟიშკარიანმა გახსნა. მეორე ტაიმში კი ქობულეთის შუქურას ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. ამჟამად ფოთის კოლხეთი სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. ქობულეთის ერთი ქულა მე მგონი აქტივში უნდა ჩაგვეწეროს, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ძალიან ცხელოდა იმ თამაშზე, თან თამაში იყო ხელოვნურ საფარიან მინდორზე, ფიზიკურად ცოტა გაჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიჭებმა მაქსიმუმი შეძლეს, ერთი ეს იყო, რომ თამაში ვიგებდით და შეიძლებოდა იმ ანგარიშის შენარჩუნება ბოლომდე მიგვეყვანა, მაგრამ მთლიანობაში გუნდის თამაშით მაყოფილი ვარ და მინდა ბიჭებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თავდადებისთვის და კარგი თამაშისთვის. ფოთის კოლხეთის ფეხბურთელები ვარჯიშებს განაგრძობენ და მორიგი მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 24 აპრილს ლანჩხუთის სტადიონზე გაიმართება. გუნდი რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდება. ფოთელი ვორქაუთელები აზერბაიჯანულ ტალანტების შოუში. გადაცემის კასტინგი უკვე ჩაიწერა. ხვალ 21 აპრილს კი კულტურის სახლის დარბაზში ნაჩვენები იქნება ქუჩის ვარჯიშების მიმდევარი ჯგუფის გამოსვლა აზერბაიჯანში. ღონისძიება 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ჯგუფი ვორქაუთი რუსთავი 2 სატელევიზიო პროექტ ნიჭიერის ფინალისტია. ჯგუფმა ვორქაუთმა მოწვევა მიიღო აზერბაიჯანული ტალანტების შოუდან, სადაც წარმატებით გამოვდივართ. კასტინგის გამოსვლა უკვე გვქონდა, მაგრამ ჩვენი გამოსვლის ჩანაწერი ჯერ არც ინტერნეტში გავრცელებულა და არც მასმედიაში და გვინდა რომ მოუშვალოთ ფოთელი მოსახლეობისთვის ექსკლუზიურად გავაკეთოთ ჩვენება. ჩვენება გაიმართება ხვალ კულტურის სახლში რუსთაველის რკალზე ნომერ 10-ში. ჩვენება გაიმართება 7:30-ზე. გელოდებით ყველას და გიწევთ. ხვალ მარნეულში სტარტს აიღებს საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი ჭადრაკში. იგი 18, 14 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის სტარტდება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მოჭადრაკეს შორის ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 8 მოსწავლეცაა. ისინი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურების მოპოვებას შეეცდებიან. 21-დან 30 აპრილის ჩათვლით ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს მარნეული უმასპინძლებს. ჩემპიონატი 18, 14 და 10 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის გაიმართება. შეჯიბრში 200-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. მასში 8 ფოთელი მოჭადრაკე ჩაერთვება. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. ფოთელი მოჭადრაკეები უკვე თვეების განმავლობაშია ემზადებიან ამ კონკრეტული ტურნირისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მათი სათამაშო დონე დამაკმაყოფილებელია. და ფიქრობ რომ წელს შევძლებთ და გავამჯობესებთ შარშანდელ მაჩვენებელს და შევეცდებით 4-5 მედლის აღებას საქართველოს ჩემპიონატებზე მიმდინარე წელს. 21 აპრილს მარნეულში სტარტდება საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე გოგონათა შორის და მინდა რომ პირველ ადგილზე გავიდე. 21 აპრილს იწყება საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობენ საქართველოსთან ყველაზე უფრო ძლიერი მოჭადრაკეები 18 წლამდე ასაკის შორის და იმედი მაქვს რომ დავიკავებ საპრიზო ადგილს. გამარჯვებული მოჭადრაკეები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელები გახდებიან. ახლა კი რეკლამა და გულოდეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. განმოგწევთ რეკლამის შემდეგ გამოშვებას, ახლა კი წარმოგიდგენთ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ოჯახები სახელმწიფოსგან ყოველთვიური კომპენსაციას სახით 1000 ლარს მიიღებენ. მთავრობის ინიციატივა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დამტკიცდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის სახელმწიფოს ინტერესებისთვის დაღუპულ პირთა ოჯახების დაცვა პრიორიტეტულია. მაგალითად კი 2014 წლის ის გადაწყვეტილება მოიტანა, რომლის მიხედვით დაღუპული მეომრების ოჯახებს ყოველთვიური დახმარება გაუორმაგდათ. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დასამტკიცებლად პარლამენტში გადაიგზავნა. რამდენიმე საკითხზე მე მინდა კომენტარი გავაკეთო საჯაროდ. პირველი ეს არის ჩვენი დაპირება, რომელიც შეეხება დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარების საკითხს. ბატონი ვახტანგი წარმოადგენს ეს ამ კანონპროექტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ მთავრობაში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ესე იგი ჯარისკაცებისთვის დავაწესეთ ყოველთვიური დახმარება
გასულ წელს იყო 500 ლარიანი დახმარება, წელს უკვე 1000 ლარიანი დახმარება ეძლევათ მათ ოჯახებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ ოფიციალურად უკვე შევიდეთ პარლამენტს მიმართავთ, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და დავამტკიცოთ იმისაც, რომ სამსახური მოვალეობის დროს ასევე ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს დაენიშნოთ 1000 ლარიანი დახმარება, ყოველთვიური დახმარება 1000 ლარის ოდენობით. 24 აპრილს საქართველოს ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. ლუკაშენკო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან გამართავს. 24 აპრილს კი ბელორუსიის პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრება, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც ხელი ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების მემორანდუმს მოეწერება. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბელორუსიის ბიზნეს ფორუმიც გაიმართება და ასევე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ბელორუსიის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ამის თქმა ყოველთვის ძალიან ძნელია დაახლოებით დროს ვერ გავი 24 არის ვიზიტის დღეები. ის ასევე გაემგზავრება ბათუმში, სადაც მას უმასპინძლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მას იქვე აჭარაში ექნება საშუალება მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის და ასევე ბათუმში მოეწერება დაძმობილების მემორანდუმს ხელს ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ბრესტს შორის. გარდა ამისა, 22 აპრილს არის დაგეგმილი საქართველოს-ბელარუსის ბიზნეს ფორუმი. ამ ბიზნეს ფორუმს ასე ვთქვათ სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ახლავს პრეზიდენტს ლუკაშენკოს, ეს გახლავთ ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბატონი მიხეილ რუსი. მედია საშუალებების მუშაობის ანალიზს მედია ჩეკერ ჯი და შემოგთავაზებთ. როგორც ვებგვერდის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მონიტორები დააკვირდებიან ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიას, რის შემდეგაც აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ახალ ამბებს, სტატიებსა თუ საავტორო სპეტებს მოამზადებენ. საიტზე ასევე განთავსდება რუბრიკა მედია სამართალი, სადაც საკანონმდებლო ბაზა და პრეტენზენტული სამართალი ერთად მოიყრის თავს. რაც შეეხება რუბრიკა მედია ენას, აქ ყურადღება გამახვილებულია მედიაში არსებულ გრამატიკულ დარღვევებზე, აქვეა განთავსებული ბაზა, სადაც სიტყვა მედია ჩეკერი ეს არის ვებსაიტი, მედია პროდუქტი მედიის შესახებ. 7 მედია მკვლევარი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ქართულ მედია საშუალებებს და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამ მედია საშუალებებში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევის შესახებ მასალების მომზადება და ამ ყველაფერს ვტვირთავთ საიტზე. ეს არის უფრო, ასე ვთქვათ, ნარევი მონიტორინგისა და მედია კრიტიკის იმ გაგებით, რომ ვებგვერდის მონიტორები ამავე დროს არიან მწერალი მონიტორები. ისინი უბრალოდ ანგარიშს არ წერენ იმაზე, რასაც უყურებენ, რასაც ნახულობენ, რასაც აკვირდებიან. ისინი წერენ სტატიებს, საავტორო სვეტებს, მოკლე სიახლეებს იმის შესახებ, რასაც აღმოაჩენენ ხოლმე მედია პროდუქტში. ასე ვთქვათ, ეს არის ამბები. ამ თემებზე იმუშავა დღეს მე-9 დღის საინფორმაციო სამსახურმა. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით ვშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის.